პროდასალური ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ სინდისის პატიმრები არ გათავისუფლდებიან და ახალი არჩევნები არ დაინიშნება, არა მხოლოდ საპროტესტო მუხლის მოკლა, არამედ მუხტის მოკლა, არამედ არაღიარების პოლიტიკის წყალში ჩაყრა არის ქართული ოცნების. სწორედ ამიტომ პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალის პოზიცია მკაფიოდ იყოს ცნობილი, მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ ერთობას დააზიანებს ახლა სწორედ ის განცხადებები და მსგავსი განცხადებები, რომელიც გააკეთა გიორგი გახარიამ, სადაც მან აღნიშნა, რომ მისი პარტია ემზადება სწორედ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა პოლიტიკოსებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაგალითად ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნადრევი არის და ამ თემის წამოწევა ქართული ოცნების ინტერესებშია. ყველა, ვინც ოპოზიციას თვლის საკუთარ თავს, ვინც რეალურად რეჟიმს უნდა გააკეთოს ყველაფერი ორი მიმართულებით. ერთი ეს არის, რომ გამყარდეს კიდევ უფრო გაძლიერდეს არაღიარების და ზეწოლის რეჟიმი დასავლეთიდან და მეორე გაიზარდოს ხალხში ზეწოლა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის მიმართულებით. ყველა სხვა ნაბიჯი, რომელიც არ უწყობს ხელს ამ ორი ამოცანის მიღწევას, ჩემი აზიანებს პოლიტიკურ პროცესს და არ ემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს და ემსახურება რეჟიმის ინტერესებს. რა გარემოებების ცვლილებებს ელოდებიან, მაშინ ეგ უნდა ახსნან ყველა ვინც მაგას ამბობს, იმიტომ რომ არსებობს ორი პირობა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტიკის გათავისუფლება. თუ ამის გარდა შეიძლება კიდე რაღაცა სხვა პირობები შეიცვალოს, ისე რომ ეს ორი პირობა არ დაკმაყოფილდეს და ამის გამო ღირდეს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მაშინ თქვან, აი შეიძლება ესეთი რამე მოხდეს და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები დარჩებიან ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება ჩანიშნული ახალი საპარლამენტო, ჩვენ ამის გამო მაინც ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეგეთ პირობას ვერ ასახელებს ვერავი. ვინც ეგეთ განცხადებებს აკეთებს, სინამდვილე შელოდება იმას, რომ მოყოდეს პროტესტი და მე თქვან, რომ ქუჩიდან არაფერი არ გამოვივიდა და ამიტომ ეხა შევალ და ტრიბუნას მაინც გამოვიყენე. ნანახი მაქვს ეს 20-20 არჩევნების შემდეგ. ძალიან მძიმეა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერის ყურება და მე ერთი თვის წინ თქვი, რომ მაქვს ინფორმაცია კონკრეტული, რომ გახარიას მის პარტიას შესთავაზეს პრივილეგიები, ფული იმის სანაცვლოდ, რასაც ახლა აკეთებს და რას აკეთებს ახლა ის არ გამოდის პარლამენტიდან, მან გააправა ფაქტობრივად კომისია და წულუკიას დააჩაგრინა პირდაპირ მნიშვნელობით თავი და ახლა მესამე ამბობს, რომ უნდა შევიდეს არჩევნებში. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვნახეთ ფაქტობრივად პოლიტიკურად გაშიშვლებული გახარია, რომელიც ჯიბეში უზის ბიზინა ივანიშვილი. ასე რომ ხალხს უნდა შეუქმნათ იმის რწმენა, რომ ჩვენი მარჩევნებისთვის, რომელსაც ეს პროტესტი მოიპოვებს, ვართ მზად. ამის იქით ყველა პარტია თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს. არ შეიძლება ელაპარაკო, რომ ცესკო კორუმპირებულია და არჩევნებს გიყალბებენ და თან ახლა შეიძლება რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო მაშინ, როცა თან ახალ არჩევნებს ითხოვ. რომელიმე პროცესი მაინც უნდა დასრულდეს და მე რასაც უყურებ, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ამას არ აკეთებს და ახლა არ ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღო. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებთ. პროდასალურ ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ბოიკოტის გამოცხადების მიმართულებით დამატებითი არგუმენტი აქვს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების თუ პარტიების ლიდერები აცხადებენ. ეს არგუმენტი შეეხება ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეზოლუციას, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით ქართულ ოცნებას უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და თანასწორობის პრინციპი არ იქნება დაცული და სწორედ ამიტომ ასამბლეა მოუწოდებს ქართულ ოცნებას ეს ცვლილებები იყოს გაუქმებული. ქართული ოცნებისთვის ეს რეზოლუცია, ქართული ოცნების ოპონენტებისთვის ეს რეზოლუცია დამატებითი არგუმენტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პროდასალურმა ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს. ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას რეაქციაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მისი პარტია ემზადება სწორედ მუნიციპალური არჩევნებისათვის.